ახლა კი გადავიდეთ პირველ საწერ ამოცანაზე, სამქულიანზე და მოდით გავარჩიოთ ნომერი 38. ამ პარამეტრის რა მნიშვნელობებისთვის არის a + 1 3 და -2 3 - a წერტილებს შორის მანძილი 4 სტოლი. საკმაოდ ჩემი აზრით საერთოდ არ არის ეს რთული ამოცანა. უბრალოდ ამოვიწეროთ კოორდინატები. მთავარია გვახსოვდეს მანძილის გამოსათვლელი ფორმულა და ამათ შორის მანძილი აუცილებლად უნდა იყოს 4. მგონი გვახსოვს ეს ფორმულა. და ეხლა რა, ამას გამოვაკლებთ ამას, ავიყვანთ კვადრატში და დავუმატებთ ამას გამოკლებული ამას, აყვანილი კვადრატში და ამოვიღებთ მერე ფესვს. მოკლედ, a + 1 დამატებული 2 კვადრატში დამატებული 3 + a - 3 კვადრატში. აქედან ფესვი უნდა ამოვიღოთ და ეს ფესვი, ამოღებული ფესვი უნდა უდიდეს 4-ს. ესე იგი რა გამოდის, რომ a + 3 კვადრატი უნდა დავუმატო ამას a კვადრატი და ეს უნდა უდიდეს 16-ს. ესე იგი 2a კვადრატი დამატებული 6a დამატებული 9 და გამოკლებული 16 უნდა უდიდეს 0-ს. ესე იგი 2a კვადრატს დამატებული 6a გამოკლებული 7 უნდა უდიდეს 0-ს. ვიპოვოთ პირველ რიგში ამოვხსნათ ეს კვადრატული განტოლება, რომ მივიღოთ ას მნიშვნელობა. ვიპოვოთ დისკრიმინანტი. დისკრიმინანტი უდრის 36-ს დამატებული 8/7, რომელიც უდრის 36-ს დამატებულ 56-ს და უდრის 92-ს და ახლა კი ვიპოვოთ ას მნიშვნელობები. a უდრის -b, ანუ -6 + -2 ფესვი 23-დან, რადგან ეს არის 4x23. შეფარდებული 200-თან, ანუ 4-თან. ვხედავთ, რომ აქ შეგვიძლია რაღაცების შეკვეცა, ამიტომ მოდით შევკვეცოთ ეს ყველაფერი 2-ზე და მივიღებთ რას? -3 + ფესვი 23 შეფარდებული 2-თან. და ეს არის ჩვენი პასუხი. მოკლედ, ამ შეიძლება მიიღოს ორი მნიშვნელობა და ეს მნიშვნელობებია -3 + ფესვი 23 შეფარდებული 2-თან და -3 - ფესვი 23 შეფარდებული 2-თან. და ამით დავასრულეთ პირველი საწერი ამოცანა. ახლა გავაკეთოთ მეორე სამქულიანი ამოცანა, ანუ ნომერი 39. ორი წრეწირი შიგნიდან ეხება ერთმანეთს. ამასთან დიდ წრეწირში გავლებული AB და BC ქორდები მცირე წრეწირების მხებებია. იპოვეთ სურათზე გამოსახული გამუქებული ფიგურის ფართობი, თუ დიდი წრეწირის რადიუსის სიგრძე 12 სანტიმეტრის ტოლია. AB უდრის BC-ს და კუთხე ABC უდრის 60 გრადუსს. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ზუსტი ნახაზი გადმოვიხაზოთ. აუცილებლად უნდა დავაწეროთ მათ სახელები. შესაბამის სახელები, რა თქმა უნდა, A, B, C. ვიცით, რომ ეს კუთხე არის 60 გრადუსი და მოდით გავავლოთ ამ წრეწირის დიამეტრიც და ახლა აგიხსნით თუ რატომ გადავწყვეტე ამის გავლება. მოკლედ, გავავლეთ დიამეტრი, მოვნიშნოთ პატარა წრეწირის ცენტრი O და მოდით გავავლოთ ხევთან მართობი. ესეთი და დავარქვათ ამ წერტილს K. მოკლედ რა ვიცით, რომ R უდრის 12-ს, OK უდრის პატარა R-ს, AB უდრის BC-ს და ნუ ეხლა რა გამოდის? ეს თუ მთლიანი, კუთხე B თუ მთლიანად 60 გრადუსი იყო, გამოდის რა? რომ კუთხე KBO, მოვწეროთ, კუთხე KBO უდრის 30 გრადუსს, ხო? ეს უდრის 30 გრადუსს. ესე იგი, ეს კუთხე გამოვიდა 60 გრადუსი. ანუ კუთხე KOB უდრის 60 გრადუსს. 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე გვერდი, ვიცით რომ მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლია. ესე იგი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ხო? ჯერ დავიმახსოვროთ. მოკლედ, BO უდრის რას? 2R-ს - R, ხო? იმიტომ რომ ეს არის R და ეს აქედან იქამდე მთლიანად არის R. მოკლედ გავიხსენოთ წეღან რაც თქვი, რომ ეს გვერდი, KO გვერდი არის BO გვერდის ნახევარი. ესე იგი ეს რას უდრის? 24-ს - R-ს, ხო? აქვე R უდრის ამის ნახევარს და აქედან შეგვიძლია R-ის დაცვა. ისევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე გვერდი არის ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლი. აქედან
r არის, 2r უდრის 24-ს გამოკლებული r და r უდრის 8-ს. ესე იგი ბეკა რა გამოდის? ბეკა კათეტი, ესეთ 30 გრადუსიან, ესეთ მარტოთა სამკუთხედში არის r-ჯერ ფესვის 3-ის, ანუ ეხლა ამ შემთხვევაში r-ჯერ ფესვის 3-ის ტოლი. ეს შეგიძლიათ პითაგორას თეორემით გამოითვალოთ, ან უბრალოდ თუ გახსოვთ, შეგიძლიათ დაწეროთ და გამოიყენოთ. ესე იგი ბეკა უდრის r ფესვის 3-ს, ანუ უდრის 8 ფესვის 3-ს. და ახლა უკვე საკმარისი ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რომ იმ გამუქებული ფიგურის ფართობი გავიგოთ, ანუ ამას რომ f-ი დავაწერო, აი KBF-ის აი რაღაც მოკლკნილი ყოლოფრიანად მაგის ფართობი გვაქვს გასაგები. მოკლედ, ცოტა ჩამოვსკროლავ. ესე იგი, S-ი რას უდრის? S-ი უდრის 2-ჯერ რას? ამ სამკუთხედის ფართობს, აი ამ სამკუთხედის ფართობს, რატო? იმიტომ რომ S ორი სამკუთხედი ერთმანეთის ტოლია, რომ გამოვაკოთ აი ამ სექტორების ფართობები, ხო? კი ბატონო. ამიტომ დავწეროთ ახლა 2-ჯერ S სამკუთხედი BOK-ს გამოკლებული S სექტორის. ახლა გამოვითვალოთ, ეს რას უდრის 2-ჯერ 8 ფესვის 3 გამრავლებული 8-ზე შეფარდებული 2-თან გამოკლებული π გამრავლებული 8-ის კვადრატზე შეფარდებული 360 გამრავლებული 60 გრადუსთან. რატო? იმიტომ რომ 60 გრადუსი იყო ის ცენტრალური კუთხე და აქ ვითვლით სექტორის ფართობს. ეს არის სექტორის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა. თუ არ გახსოვთ, ესეც გაიხსენეთ, ესენი შევკვეცოთ, მივიღეთ 6 ეს 8 შევკვეცეთ ამ ბრილიანთან, მივიღე 4 და მოდით ახლა გამოვთვალოთ, ხო? ესე იგი რას უდრის S-ი უდრის 2-ჯერ 4-ჯერ 8 არის 32, 32 ფესვის 3 გამოკლებული ზემოთ გვაქვს 64, ეს ხო 64-ია. 6-თან შევკვეცოთ ესეც და მივიღებთ 32 შეფარდებული 3-თან π და შეგვიძლია გავიტანოთ 32 ფრჩხილებს გარეთ და მივიღებთ რა 64-ჯერ ფესვის 3 გამოკლებული π მე-13. ეს არის გამუქებული ფიგურის ფართობი. ესე იგი პასუხი არის 64 გამრავლებული ფესვის 3-ს მინუს π შეფარდებული 3-თან. ახლა ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ ნომერს, მე-40 ნომერს, რომელიც არის პირველი 4-ქულიანი ამოცანა. წავიკითხოთ და ძალიან ყურადღებით წავიკითხოთ მისი პირობა. მანძილი A და B პუნქტებს შორის 22 კილომეტრია. A და B პუნქტებიდან ერთდროულად გამოვიდა 2 ტურისტი და მუდმივი სიჩქარეებით დაიწყეს მოძრაობა ერთმანეთის შემხედრი მიმართულებით. ვიდრე A და B პუნქტებს შორის მდებარე გარკვეულ წერტილში არ შეხვდნენ ერთმანეთს. B პუნქტიდან გამოსულ ტურისტს 1 კილომეტრ/საათით უფრო სწრაფად რომ ემოძრავა, ხოლო A პუნქტიდან გამოსულ ტურისტს იგივე სიჩქარითაც მოძრაობდა, მაშინ შეხვედრის ადგილი A პუნქტთან 1 კილომეტრით უფრო ახლოს იქნებოდა. მაინც პირობას თავიდან წავიკითხავ. მანძილი A და B პუნქტებს შორის 22 კილომეტრია. A და B პუნქტებიდან ერთდროულად გამოვიდა 2 ტურისტი და მუდმივი სიჩქარეებით დაიწყეს მოძრაობა ერთმანეთის შემხედრი მიმართულებით, ვიდრე A და B პუნქტებს შორის მდებარე გარკვეულ წერტილში არ შეხვდნენ ერთმანეთს. B პუნქტიდან გამოსულ ტურისტს 1 კილომეტრ/საათით უფრო სწრაფად რომ ემოძრავა, ხოლო A პუნქტიდან გამოსულ ტურისტს იგივე სიჩქარითაც მოძრაობდა, მაშინ შეხვედრის ადგილი A პუნქტთან 1 კილომეტრით უფრო ახლოს იქნებოდა. იპოვეთ B პუნქტიდან გამოსული ტურისტის სიჩქარე, თუ A პუნქტიდან გამოსული ტურისტის სიჩქარეა 6 კილომეტრი. მოკლედ, დავხაზოთ AB მონაკვეთი. A, B, პუნქტების სახელები დავაწერე. ასევე ვაწერო მანძილი მათ შორის არის 22 კილომეტრი და ასევე ვაწერო რაღაც ეს მოძრაობდა 6 კილომეტრ/საათით და ეს რაღაც V კილომეტრ/საათით, რომელიც ჩვენ არ ვიცით და გვაინტერესებს. მოკლედ, ესეთი რაღაც გავაკეთოთ, ვთქვათ, თავდაპირველად ისინი შეხვდნენ რაღაც T-საათში. ესე იგი რა გამოვა? რომ მანძილი რას უდრის? დრო გამრავლებული სიჩქარეზე, ხო? ესე იგი გამოვა, რომ T გამრავლებული 6-ზე დამატებული V გამრავლებული T-ზე უდრის 22-ს. ანუ გამოგვივა, რომ 6T დამატებული VT უდრის 22. ანუ რა გამოდის T აქედან? T რო გამოვსახოთ ვეთი. გამოვა რა? T გავიტანებ ჭხილებს გარეთ და 22 გაყოფილი V + 6-თან გამომივა T. და ახლა გავითვალისწინოთ მეორე პირობა, თუ B-დან გამოსული ადამიანის სიჩქარე იქნებოდა V + 1
კილომეტр/საათი და თუ ისინი შეხვდნენ რაღაც T1 საათში, მივიღებთ შემდეგს, რომ 6 გამრავლებული T1-ზე დამატებული V + 1 გამრავლებული T1-ზე ეს ისე უდრის 22-ს, რადგან მანძილი უცვლელია. უბრალოდ რაღაც დამატებითი პირობები გავითვალისწინეთ. ესე იგი, 6 T1 დამატებული V + 1 T1 უდრის 22-ს. ისევ ანალოგიურად, როგორც წინაზე გავიტანეთ F-ჭხილებს გარეთ, აქაც ეგრე გავიტან და გამოვსახავ T1-ს V-ს საშუალებით. T1 აქედან უდრის 22 შეფარდებული 6 + V-ს + 1-თან. ანუ ცოტა აქეთ რო გამოვწიოთ 22 V-ს დამატებული 7. ახლა კი შეგვიძლია შევადგინოთ განტოლება და გავიგოთ ეს ჩვენი V. ამ ორი პირობის გათვალისწინებით. მოკლედ შეგვიძლია დავწეროთ, რომ რა 22 გამრავლებული V + 1-ზე შეფარდებული V + 7 გამოკლებული 22 V შეფარდებული V + 6-თან ეს ყოველივე უდრის 1-ს. და რატო უდრის 1-ს? თუ დაუბრუნდებით პირობას, გავიგებთ, რომ B პუნქტზე გამოსულს რო 1 კილომეტრით უფრო სწრაფად ემოძრავა, მაშინ შეხვედრის ადგილი A პუნქტთან 1 კილომეტრით უფრო ახლოს იქნებოდა. ეს ჩავწერეთ აქ, ახლა და ახლა შეგვიძლია ეს განტოლება ამოხსნათ. რა თქმა უნდა, ეს მიმართ. ცოტა გამარტივებულს დავწერ ახლა, რომ დრო არ დავკარგოთ. 22 V + 1 გამრავლებული V + 6-ზე გამოკლებული 22 V გამრავლებული V + 7-ზე და გამოკლებული, ეს ახლა მე წინასწარ გავაერთმშველიანე და ტოლობის მეორე მხარეს გადმოვიტანე გაერთმშველიანებული. V + 7 გამრავლებული V + 6-ზე. და ეს ყოველივე უდრის 0-ს, იმიტომ რომ ტოლობის მარჯვენა მხარეს აღარაფერი აღარ დავტოვებ. აი ამ ყველაფერს რო გაამარტივებთ და რო ამოხსნით, მიიღებთ V² დამატებული 13V გამოკლებული 90 უდრის 0-ს. დავითვალოთ დისკრიმინანტი D უდრის 179 დამატებული 360 უდრის 529-ს. 529 არის 23-ის კვადრატი. და რას ვიღებთ? ვერც ვიღებთ -13-ს -23 შეფარდებული 2-თან, ანუ -18-ს, რომელიც არ გვაწყობს, იმიტომ რომ უარყოფით სიჩქარე ჩვენ არ გვაინტერესებს და გვაინტერესებს მეორე, ესე იგი, -13 დამატებული 23 შეფარდებული 2-თან, რაც უდრის 5-ს. მაშა სადამე ჩვენი პასუხი, ანუ სიჩქარე, გამოვიდა 5. ახლა გადავიდეთ ნომერ 51-ზე, რომელიც არის ბოლო 4-ქულიანი ამოცანა. ABCD ტრაპეციაში კუთხე A უდრის 90 გრადუსს. ესე იგი, გავიგეთ, რომ გვაქვს მართკუთხა ტრაპეცია. BC პარალელურია AD-ს, AB უდრის H-ს, BC უდრის A-ს, AD უდრის B-ს და ტრაპეციის AB გვერდზე აღებულია P წერტილი ისე, რომ PAD და PBC სამკუთხედებზე შემოხაზული წრეწირების ფართობების ჯამი იღებს უმცირეს შესაძლო მნიშვნელობას. იპოვეთ ეს უმცირესი მნიშვნელობა და ასევე იპოვეთ AP მონაკვეთის სიგრძეო. გაიაზრეთ პირობა და ზუსტად და კონკრეტულად დახაზეთ ნახაზი. მე უკვე გამზადებული მაქვს ნახაზი. ერთადერთი რაც დამჭა დასაწერი არის რომ AB არის A-ში, მოით ამოვიწეროთ მაინც ეს ყველაფერი. BC უდრის A-ს, AD უდრის B-ს, AB უდრის H-ს და შემოხაზული წრეწირებიო. მოკლედ, აი ამაზე რომ შემოხაზოთ, ცენტრს რო დავარქვათ და აი ამაზე რომ შემოხაზოთ, ამ ცენტრს O დავარქვათ, ამას O1 უბრალოდ და ამას O2, ესენი ხო ტოლია. ესენიც ტოლია ერთმანეთის, ეს არის R2 და ეს არის R1. მოკლედ ჩვენ გვინდა რომ ამათი ფართობების ჯამი იყოს მინიმალური. ნუ პირველ რიგში დავითვალოთ ამათი ფართობები, ხო? მოკლედ, ახლა დავარქვათ APS-X-ი, ხოლო BP-ს დავარქვათ H-X. R1 რას უდრის ახლა? R1 უდრის ფესვი A კვადრატს დამატებული H-X-ის კვადრატი შეფარდებული 2-თან, ხო? პითაგორის თეორემით ამოვხსენ. და ორზე იმიტომ გავყავი, რომ პითაგორის თეორემით ვიღებდი ჰიპოტენუზას, რომელიც არის რეალურად დიამეტრი და მე რადგან რადიუსი მინდოდა გავყავი 2-ზე.
და ახლა მოდით დავითვალოთ R2. R2 რას უდრის? R2 უდრის b კვადრატს დამატებული x კვადრატი შეფარდებული 2-თან. 2-თან ვაფარდებ ანალოგიური მიზეზის გამო. ეხლა რას უდრის ფართობების ჯამი? ეს თაღურიშნავ ორივე ფართობის ჯამს. წარწერის ფართობი უდრის πr კვადრატს, ამიტომ ჩავსვათ πr1 კვადრატი დამატებული πr2 კვადრატი. ახლა აქეთ გამოვწევ მას, აქეთ დავტოვებ ადგილს. ეს რას უდრის? აი ამათ ორივეს ავიყვანთ კვადრატებში. π გამრავლებული a კვადრატს დამატებული h მინუს x კვადრატში s შეფარდებული 4-თან დამატებული π გამრავლებული b კვადრატს დამატებული x კვადრატი შეფარდებული 4-თან. ახლა ამათ შევკრიბავთ. ეს რას უდრის? π მეოთხედი უბრალოდ გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ და რა დაგვრჩება? a კვადრატს დამატებული h კვადრატი გამოკლებული 2hx დამატებული x კვადრატი. ეს სხვაობის კვადრატი გავხსენე. ამას კიდე დავუმატოთ b კვადრატი და დავუმატოთ x კვადრატი. მოკლედ, ეხლა ამას გავამარტივებთ. ეს რას უდრის? ეს უდრის π მეოთხედი გამოვლებული რაზე? 2x კვადრატს გამოკლებული 2hx დამატებული a კვადრატი, დამატებული b კვადრატი და დამატებული h კვადრატი. ახლა კი რა ხდება? ეს არის ჩვეულებრივი კვადრატული განტოლება. კვადრატული განტოლების მინიმუმი, როგორ უნდა ვიპოვოთ? მოკლედ, ჯერ ის გავითვალისწინოთ, რომ ეს არის დადებითი კვადრატული განტოლება. დადებითი კვადრატულის მინიმუმი შეგვიძლია გამოვითვალოთ მისი x0-ის და შემდგომ მისი y0-ის პოვნით. მოკლედ, ვიპოვოთ ეს x0. x0-ის ფორმულა რა არის? x0 უდრის მინუს b შეფარდებული 200-თან, ხო? აქ b არის 2h, უბრალოდ მინუს 2h-ია, მინუს 2h არის 2h შეფარდებული 100-თან. არის 2, ამიტომ შეფარდებული 4-თან. ანუ x0 არის h ნახევარი, ხო? და ახლა უკვე შეგვიძლია ეს x0 ჩავსვათ მთლიანად ფართობის ფორმულაში და ვიპოვოთ მინიმალური ფართობი. ესე იგი, ეს მინიმალური უდრის რას? ახლა რომ დავწეროთ, უდრის π მეოთხედი გამოვლებული რაზე? 2-ჯერ h კვადრატ მეოთხეზე გამოკლებული 2-ჯერ h-ჯერ h ნახევარი დამატებული a კვადრატს პლუს b კვადრატს პლუს h კვადრატი. ახლა ესენი შევკვეცოთ, ეს 2-ზე შევკვეცე, ქვემოთ 2 დამრჩა. რას უდრის ახლა? π მეოთხედი გამრავლებული a კვადრატს დამატებული ეს არის h კვადრატი და ესეც h კვადრატია, მინუსით არის, ის პლუსით არის, ესენი გამიბათილდა. ანუ რა დამრჩა? a კვადრატს დამატებული b კვადრატს დამატებული h კვადრატ ნახევარი. რაც არის ჩვენი საბოლოო პასუხი. ესე იგი, ეს მინიმალური გამოვიდა π შეფარდებული 4-თან გამრავლებული a კვადრატს პლუს b კვადრატს პლუს h კვადრატ ნახევარზე. და რადგან x0 ნაპოვნი გვაქვს და რადგან x0, ანუ x-ი თვითონ არის AP, გამოდის რომ AP-ს ნაპოვნი გვაქვს. ესე იგი, AP არის h ნახევარი და ჩვენი მინიმალური ფართობი ნაპოვნია. ამით მორჩა ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე ვარიანტის ტესტი.